ეროვნული სიმფონიური ორკესტრის ხელმძღვანელი, კომპოზიტორი. თუ ერთად შევკრებთ, ნიკა ალბათ იმ დროს, რომელიც მის უწმიდესობასთან ნიკას აქვს გატარებული, ეს მხოლოდ საათებითა და დღეებით არ იზომება. ეს არის თვეები, რომლებიც უკავშირდება ერთ ძალიან განსაკუთრებულ პროცესს. კათოლიკოს პატრიარქის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან საერო გატაცებას, მაგრამ მარტო საეროც არ იყო, იმიტომ რომ საეკლესიო საგალობლების კუთხით მან სრული ასე ვთქვათ უზარმაზარი კვალი დატოვა, შეუფასებელი, რაც სხვა დროს უბრალოდ ვერც კი მოხერხდებოდა ამ თვალსაზრისით და აი ამ მუსიკის შექმნას. მინდა ვთხოვ მას, რომ გაიხსენოს ეს პერიოდი, ის დრო, როცა ჰქონდა შესაძლებლობა ახლოდან ენახა კათოლიკოს პატრიარქი არა მხოლოდ როგორც სულიერი წინამძღვარი, არამედ როგორც შემოქმედი, როგორც ადამიანი საკურთხევლის მიღმა. და ვისაუბროთ იმ მემკვიდრეობაზეც, რომელიც მან ქართულ კულტურას მთლიანობაში დაუტოვა. ნიკოლოზ, გისამძიმრებთ, ვიცი, რამდენად მძიმეა შენთვისაც პირადად და დღევანდელ დღეზეც ვთქვათ რამდენიმე სიტყვა. მეც დღეს ალბათ ერთ-ერთი ყველაზე დავიწყრათ მძიმე დღე იყო და ჩემთვისაც როგორც ყველასთვის ძალიან ცრემლიანი. ეხლა მე აქ ვარ სტუმარი სასაუბროთ ჩვენი უწმინდესის აი იმ ნაწილზე, რომელიც ალბათ ერთ-ერთი ყველაზე სახალხო იყო და რა გზითაც მან თავისი სულით შეაღწია ყველას გულში. ისევე როგორც ამ პროცესში კიდევ უფრო დაახლოვა ადამიანები რწმენას, ქართულ მართლმადიდებლურ ეკლესიას და კიდევ უფრო მეტი სიკეთის მუხტი გაუჩინა იმ ქვეყნის საზოგადოებას, არ მიყვარს მოსახლეობა ეს სიტყვა, იმ ქვეყნის მცხოვრებლებს, რომელიც საქართველოს დამოუკიდებლობის მოპოვებიდან დღემდე იმდენ ქარტეხილი გამოიარა, რომ ბუნებრივია საჭირო იყო პირველ რიგში ნუგეშის და იმედის გაღვივება. და მე როგორც ხელოვანი მინდა ნება რთვა ავიღო შენგან და ერთი ტექსტი წავიკითხო, რომლითაც მინდა გავხსნა ჩემი საუბარი ამ გადაცემაში. ჩემ საყვარელ გადაცემაში. ყველაზე საყვარელ გადაცემაში. მარტო შენ საყვარელში არა. მისი მელოდია და მუსიკა მთლიანად შენ შექმნილია თავდაპირველად, სხვა შორის არა მარტო ამ გადაცემის, ძველ იმედში შენი კვალი ახლაც არის დატოვებული, რამდენად გესიამოვნება იქ ამბობს სხვა საქმეა, მაგრამ შენი წვლილი ძალიან დიდია დროების ისტორიაში. აი ტექსტი. მეძახდა ხოლმე, მიბარებდა. გვერდით მისვავდა და ხინკალს მაჭმევდა. პატრიარქმა იცის, რომ ხინკალი მიყვარს. აი მე ორი ცალი შევჭაბე, ორი მას შენ უნდა სჭამო. მეტყოდა ხოლმე. ისე მიჭირდა ჭამა, ხელები მიკანკალებდა. ჩემთვის წამება იყო პატრიარქის თვალწინ ჭამა. მერიდებოდა ძალიან. თავი რომ მოვიკალი, იმის მერე საავადმყოფოდან რომ გამოვედი, მითხრა, ცოტა ხანს ჩემთან იცხოვრეო. ეს წიგნები მაქვსო, აქო ხატებს ავსწერო. ბაღში ჩავიდეთ ხოლმეო, ყვავილები მორწყათო. ამ ზაფხულსაც შევხვდით ფასანაურში. მამა ტარიელი გამოგზავნა, მომიყვანეთო. როგორ ხარო მკითხა, მერე თვითონ მითხრა, არ ხარ შენ ცუდათო. დარდი რო შემატყო, მითხრა, აბა მაშ მე რა ვქნაო. საჩუქრებსაც მჩუქნის, შარშან პალტო მაჩუქა, ფულსაც მჩუქნის ხოლმე. ეს არის ამონარიდი წიგნიდან გუდამაყრელი იები და ამას იგონებს გოდერძი ჩოხელი. გოდერძი ჩოხელი მე არანორმალურად მიყვარს და ძალიან მომინდა რომ აი ჩვენს ტელემაყურებელს ეს სიტყვები მოესმინა და ყველას ურჩევ რომ წაიკითხოს გოდერძი ჩოხელი მთელი მისი ლიტერატურით და მათ შორის ამ მოგონებებით. და აი ფულს მჩუქნის ხოლმე მეც განვეკუთვნები იმ ადამიანთა რიგს, რომელსაც აი ეს რაღაცა საჩუქარი შეხვდა ბედისწირისაგან, რომ ხინკალსაც ვჭამდით ერთად, არა ერთხელ და ესე ტეტ-ა-ტეტ ორნი. და ფულით უჩუქებია ჩემთვის. პირველად რომ მაჩუქა 100 ლარიანი,
ძალიან დავიბენი და რა გავუკეთო მე ვთხარი ხა ამას ხა ხო ვერ დავხარჯავ თქო. ნოტების ფურცელი იყიდა მითხრა. სიმართლე გითხრა არ შევასრულე ეს და შევინახე. მე მეორეთ რომ ნახა კითხა რომ რა ხენიო და დასწერე ნოტების ფურცელი ჩემს ნაჩუქარ მუსიკა დასწერე ჩემს ნაჩუქარ ნოტების ფურცელზე და მე ვერ დაუმალე და უთხარი რომ ვერ დავხარჯე თქო და მეორე 100 ლარი მაჩუკა აი ეს დახარჯე და მაშინ ის შეინახე. ეს რა თქმა უნდა ეს ძალიან მიჭირს გიორგი იცი რა მიჭირს პირველ რიგში ძალიან გამიჭირდა ამ დღეებში საჯაროდ საუბარი ვინაიდან როდესაც იგონებ მის უწმინდესობას რაღაცა შენთან დაკავშირებით იგონებ და მე შენზე საუბარი გამოგდის ამიტომ მე თუ რაღაცა აი ამ ხრივ წავიდა საქმე შენდობას მოვითხოვ მაგრამ შევეცდები რომ მას ვისაუბრო ჩემგან დამოუკიდებლად მიუხედავად იმისა რომ იმ პროცესებში რასაც მისი საკომპოზიტორო ცხოვრება ქვია გარკვეული მონაწილეობა მეც მაქვს მიღებული მაგრამ ჩვენ რამდენიმე ვიდეოც გვაქვს მომზადებული რომელიც გვინდა რომ შევთავაზოთ საზოგადოებას მაგრამ მანამდე შენ მინდა რომ მოგვიყვე აი მე ზოგადად შევაფასო საერთოდ რას ნიშნავდა მისი მუსიკა და რატომ იყო ჩემი აზრით ეს ძალიან სიმბოლური იყო ნიკა რომ დღეს მთელი მისი ასე ვთქვათ აი ცერემონია ქუჩაში მისი შექმნილი მელოდიებით ცერემონიების ფონზე მიმდინარეობს ჩვენ გვაქვს უნიკალური ხალხური და სასულიერო მუსიკა ალბათ საქართველოს ამ ხარისხის არაფერი არ გააჩნია სადაც არ არსებობს შედარებითობის პრინციპი. ხუროთ მოძღვრებაც კი, რომელიც ასევე უნიკალურია. ლიტერატურაც კი, რომელიც ასევე უნიკალურია. ვეფხისტყაოსანი ხო ჩვენია. მაინც შეიძლება შეადარო შექსპირს. ან მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ, რა თქმა უნდა, გაცილებით უფრო ადრე ყავდა ესეთი დიდი რანგის გენია. მაგრამ ქართულ სასულიერო და ხალხურ მუსიკას თავის პერიოდში, რომელშიც ის იქმნებოდა და რა სააზროვნო წვერვალებსაც მაშინ 1000 წლეულების უკან მან მიაღწია, ამის ანალოგი არც იმ დროში და არც მას შემდგომ პერიოდში მუსიკა ვერ დაეწია მას და მხოლოდ მაშინ მრავალხმიანობა გახდა ესე ვთქვათ მიაღწია მის მწვერვალებს, როდესაც იოჰან სებასტიან ბახმა მაგრამ ეს უკვე რამდენიმე ასეული წლის შემდეგ დაიწყო მუსიკის შექმნა. შესაბამისად ჩვენ აი ესეთი ტრადიციების ქვეყანაში პატრიარქს უჩნდება სურვილი რომ თავისი მუსიკაც ჟღერდეს. მუსიკა ჟღერდეს როგორც ტაძრის შიგნით, ისე მის გარეთ. პირველი მისი ნამუშევარი არის წმინდა ღმერთო, რომელიც არის საგალობლის ხასიათით, იმიტომ რომ ის იმთავითო დამკვიდრდა ეკლესიაში და გახდა აი თავისი ამ ძალიან სადა, მარტივი, მაგრამ ძალიან გულში ჩამწვდომი მელოდიით და შესაბამისობაში მისი ლოცვისეული ტექსტით წმინდა ღმერთო შემიწყალევე ეს აიტაცა მთელმა საქართველომ ჯერ კიდევ 10 წლეულების წინ. მოგვიანებით აი ის პროცესი, როდესაც ილია მეორემ დაიწყო რომ აი ჩვენ ხო ვიცით ძალიან ბევრი მოგვისმენია მისი ღვაწლის შესახებ, ხა ამაზე იმდენმა ისაუბრა რომ ერთადერთი ყველას ურჩევ რომ თამარ მესხი დასერჩოს YouTube-ზე და მისი ყველა ინტერვიუ მოისმინოს, იმიტომ რომ მასზე უკეთ ალბათ ვერავინ ვერ აღწერს აი იმ საოცარ პირველ პერიოდს. ასია ზუსტად მინიმუმ 6 ჯერ იყო ამ კვირაში ჩვენს ეთერში. კი, მე თქვენს ეთერშიც უსმინე და აი მინდა რომ ყველა მოისმინოს. აი ამ დროს, როდესაც მან გადაწყვიტა რომ აი გააფართოვოს, აი მთელი საქართველო გახადოს აი ამ ეკლესიის შვილი, ის მიხვდა რომ გარდა ამ ჩვენი უმაღლესი სასულიერო მუსიკისა კიდე საჭიროა დღეს რაღაცა ძალიან დღევანდელი, ძალიან გულიანი და ძალიან დღევანდელი ყურისთვის, დღევანდელი გამოცდილებისთვის, დღევანდელი საქართველოსთვის, ვისაც შეიძლება ყველას არ აქვს იმის ინტელექტუალური უნარი, რომ აი ამ უძველეს ქართულ ფოლკლორს ჩაწვდეს და ის გახადოს თავის ყოველდღიური სულის საკვები. ამიტომ ამან რა გამოიწვია, რომ როდესაც მან შექმნა კირიე ლეისონი ხო უცებ აი ეს კირიე ლეისონი გახდა ჰიმნი
ჩვენი დამოკიდებულებისა ქართული მართლმადიდებლური ეკლესიისა და მის მიმართ. აქვე აუცილებლად მინდა აღნიშნო ჩემგან მით უმეტეს განსაკუთრებით ძალიან დიდი მადლიერებით, რომ მას გარშემო ჰყავდა შესანიშნავი მუსიკოსები, ვის ხელშიც გადიოდა დაბადებიდან, მელოდიის დაბადებიდან სრულყოფამდე ეს პროცესი. თუ კი ეს სიმფონიური ორკესტრი ეხებოდა, აქ მეც ვერთვებოდი ხოლმე, მაგრამ თავდაპირველად ყველაფერი იქნებოდა ქართული ტრადიციის მიხედვით გუნდისთვის და სოლო ხმისთვის, ან ხმის ხმებისთვის. და აქ ორი ადამიანი, ვინც მას გვერდით ყავდა, სვიმონ ჯანგულაშვილი, რომელიც ხელმძღვანელია საპატრიარქოს საოცარი გუნდის და ამ გუნდის შექმნაც უწმინდესთან არის დაკავშირებული და ეს ის კოლექტივია, რომელთან ერთადაც მე მთელ მსოფლიოში მაქვს შესრულებული სიმფონიური მუსიკა, მათ შორის გია ყანჩელის შედევრები. ეს არის უმაღლესი კლასის გუნდი, მარტო ამ ნაწილშიც დიდი მადლობა ეკუთვნის პატრიარქის 8 წელს იმისთვის, რომ ესეთი გუნდი შეგვიქმნა. და სვიმონთან ერთად ზვიად ბოლქვაძე, წინვალე ჩვენი კომპოზიტორი და საოცარი მუსიკოსი, რომელიც შემდგომ ამას, ასე ვთქვათ, ასე საოცრად გვაწვდიდა ჩვენ. მომდევნო პერიოდში კიდევ უფრო გაღრმავდა უწმინდესის მუსიკისადმი გატაცება და მან შექმნა მუსიკა უკვე მესის, ასე ვთქვათ, სახელწოდებებით, როგორც არის აგნუს დეი, ტედეუმი, და რა თქმა უნდა სანქტუსი და ავე მარია. აი ავე მარია მოდით ვაჩვენოთ ან ახლა და მე კირილოსსაც ვაჩვენოთ. ავე მარია ეს ნაწყვეტი ვაჩვენოთ ხო რეჟისორს.
ლიაუე მარია იყო, მაგრამ გადაება მეფე ერეკლე. მეფე ერეკლეს დალოცვა ქართველი ჯარისადმი ამ ლექსის მიხედვით. მშვენიერია რომ დღევანდელ დღეს ეთერში პატა ბურჭულაძის ხმამ გაიჟღერა. უდაოდ და საერთოდ ჩვენი უწმინდესი იყო პატა ბურჭულაძის და მისი ფონდის იავნანას ძალიან გურგურვალე არათუ მხარდამჭერი, არამედ არ ყოფილა არც ერთი ჩვენი დიდი მარათონი, რომელზედაც პატრიარქი არ ყოფილიყო. რომ დღეს ღამის ეთერში გავა კონცერტი პარიზში, სწორედ პატა ბურჭულაძისა და ჩვენი კონცერტის მიერ შექმნილი, რომელიც მისი უწმინდესობის აღსაყდრების იუბილეს ეძღვნებოდა ძალიან მნიშვნელოვნად. სხვათა შორის მეფე ერეკლეს მელოდია რო დაწერა ჩემ ცხოვრებაში დავიწყარი მოგონებაა შემდგომი დღეები, იმიტომ რომ აი ეს ერთჩვენიერ დღეს გაისმის სატელეფონო ზარი, ნომერი იყო ქალაქის და უპასუხე ვიფიქრე ან რაღაც გადასახადი ხო არ არის ან რაღაც ბანკიდან ან როგორც ხდება ხოლმე. აი ძველი დროა ჯერ. და ეს რა ქვია, ავიღე ყურმილი და მესმის პატრიარქის ხმა. ხო და პირველი ეგ მითხრა შენზე ამბობენ ტელეფონს არ პასუხობს ხოლმეო და აქ რა მოხდაო. სწორი უთქვა. მე ვთხარი ვიგრძენი რომ თქვენ რეკავდით ეს იუმორით და მაშინ მითხრა რომ დავწერე მელოდია და მინდაო რომ მოგასმენინო და შევთანხმდით, მაგრამ იყო ბობოყვეთში თავის რეზიდენციაში და რაღაც უნდა გასულიყო 2 კვირა, როდესაც ის ჩამობრძანდებოდა და შევხვდებოდით, მაგრამ მე უცებ მივხვდი რომ ამ 2 კვირას ვერ მოვითმენდი და სასწრაფოდ წავედი სადგურში, მატარებელით ჩავედი ჩვენ ზღვისპირეთში და სრულიად სურპრიზად მისი სატელეფონო ზობრიდან რამდენიმე საათში, რაც დაჭირდა დროს, ვიყავი იქ და არანორმალურად გამოხატა სიხარული და ამიტომ ეგ არასდროს დამავიწყდება ალბათ ყველაზე მეტად მეხსოვნება ეს ჩემ ბიოგრაფიისთვის არის ყველაზე ძვირფასი წუთები და მაშინ მართლაც აი გაკეთდა 7 კაცასთვის პატა ბურჭულაძისთვის და შემდგომ ხო ეს ჩემთვის რაღაცნაირად საერო ჰიმნის ტოლფასი მელოდია თავისი შინაარსით, თავისი ლექსით და თავისი სხვათა შორის ეხა მე რო გავაორკესტრე და რო ჩავწერეთ ხოლოდ ამის შემდეგ მიუტანე მოსასმენად და საპატრიარქოში შეიკრიბა ძალიან ბევრი როგორც სასულიერო პირი ისე მისი მეგობრები და ეხა ღელა უნდა ჩაირთოს ყველა მოусმინოს და პატრიარქმაც გამოთქვას თავისი აზრი მოეწონება თუ არ მოეწონება და იქ სხვათა შორის ყველაზე მეტად იმაზე ვღელავდი რომ ფინალი შეუცვალე ცოტათი ანუ იქ როგორც თვითონ ამთავრებდა ხო მე კი დავაკორექტირე დაუმატე და ვტები ნერვიულობით რომ აი რაღაცა არ მოეწონება ეს ნუ ყოველთვის ის არ ელის ამას. ეხლა დაასრულდა ტაში დაუკრეს რაღაც ყველა გაღიმებულია და ყველა უცდის რომ უწმინდესმა თქვას თავის მოსაზრება და თქვა რომ ძალიან კარგიაო მაგრამ ერთი ადგილი განსაკუთრებით მომეწონაო და ის ჩემი დაწერილი არ არისო. არა ძალიან მოუხდაო. ნუ ეს გადააჭარბა მისი მუსიკა უბრალოდ ცოტათი კიდე გავახანგძლივე და ფინალური ფორმა მივეცი და ამით ესე ვთქვათ იქვე გამოყო რომ ეს მიხვდა, იგრძნო, მაგრამ მისაღებად მიიჩნია და მოეწონა. სხვათა შორის ნიკა რანაირად ახერხებდა ამას? მას არ ქონდა სპეციალური მუსიკალური განათლება. ნიჭი ქონდა, გიორგი. მხატვრობის განათლება ქონდა? არ ქონდა, სხვა შორის ფილმი, რომელიც ძველი დროების მომზადებულია და გავა ეთერში დროების დამთავრების შემდეგ, თვითონ როგორ ხატავს, ამას აღწერს პირადად და ბევრ შეიძლება აღარ ახსოვს ეს ფილმი და სიამოვნებით აუცილებლად. საოთ მე ნანახი მაქვს ჩემ თვალწინ ხდებოდა რამდენჯერმე ეს პროცესი და პროფესიონალებისგან ისრუტავდა ამ სპეციფიურ უნარებს ნიჭს ხო რაღაც უნდა დააშენო ადამიანმა აუცილებელი რაღაცები იცოდე შეისწავლოთ მას აგეთებდა და რა ანუ რითი გახდა ასეთი პოპულარული მათ შორის ну ახლა მაგალითად აი კირიე ლეისონი იქნება თუ სხვა ნაწარმოებები რომელიც არის ხო ну მოდი დაუშვათ ის მომენტი რომ ხა კათოლიკოს პატრიარქი რო შექმნის რაღაცას გასაგებია რომ ამას თავისი ინერცია ექნებოდა რბილად რო ვთქვათ რომ ყველა ეტყოდა რომ რა კარგია დანარჩენები მაგრამ ხალხმა რო ეს აიტაცოს და ყურმა რო მიიღოს ამას კათოლიკოს პატრიარქის სტატუსი არ შველის და ფაქტია ახლა რომ თუ რამე გახსენდება საეკლესიო მსახურებების დროს ნამღერი იქნება ეს თუ საერო არის ზუსტად მის მიერ შექმნილი ეს ნაწარმოებები აი რანაირად მოხდა ეს იცი
საერთოდ დიდი ავტორებიც მუსიკაში, როდესაც ქმნიდნენ, მათი უმრავლესობა თავად ამის ანალიზს ვერ აკეთებდა და შემდეგ დროის დისტანციაში ან იმავე პერიოდში მუსიკოლოგები, მეცნიერები მუსიკის მიმართულებით შემდგომ, ესე ვთქვათ, აკეთებდნენ კვლევებს და რაღაც გარკვეული, ესე ვთქვათ, სამეცნიერო დამოკიდებულება ჩნდებოდა თავის ნაშრომების სახით თუ რა განაპირობებს ამას. მე არ ვიცი, მე მგონი არ არსებობს კვლევები პატრიარქის მელოდიურ აზროვნებაზე, ჰარმონიულ აზროვნებაზე, მაგრამ როგორ გითხრათ, აი მე ხარ მინდა გადავტვირთო ეთერი ძალიან პროფესიონალურად ჩაღრმავებით, უბრალოდ მას ეს რაღაც დიდი ინტუიციური ნიჭი გააჩნდა, საოცარი სმენა, რა თქმა უნდა, როდესაც დიდი ნიჭი გაგაჩნია, ის ხო იმ წიაღიდან გაიზარდა, სადაც გარშემო სულ იყო მრავალხმიანობა და გალობა. არა მხოლოდ ქართული, ხო, სლავური და სხვადასხვა ერების. პლუს მისი საოცარი სიყვარული კლასიკური მუსიკის მიმართ. ვერ წარმოიდგენ, როგორი ერუდირებული იყო ამ მიმართულებით. მაგრამ სხვათა შორის და რა თქმა უნდა, ეს გამოცდილება, ეს ცოდნა, ეს მისი დაგროვილი რაღაცნაირად მე უკვე აისახა, მაგრამ აისახა ძალიან სხვანაირად, ძალიან ქართულად და ამავდროულად აი თუ კი ჩვენ ხო ეხა ხო რაღაც ის ეტაპს გადის ჩვენი ქვეყანა, რომ მაგას რაღაც ამ საზღვარზე ვართ არჩევანის თითქოს არჩევანი გვაქვს, მაგრამ სიტუაცია საკმაოდ რთული, მაგრამ აი ის ჩვენ რაც გვინდა, ხო, აი საქართველოს როგორც ევროპის ნაწილი, საქართველოს როგორც თავისი კულტურით ევროპის ძირძველი ერთ-ერთი დამფუძნებელი, ხო, ჩვენ აი ამ შეხედულებებისკენ ვისწრაფვით. ქართული ეკლესია, ქართული გალობა, ქართული ხალხური მუსიკა, ქართული ტრადიციები და ქართული ქრისტიანობა, ეს ხო ევროპულია, ევროპა ხო ამაზე დაშენდა, ხო ევროპა რას ნიშნავს? ქრისტიანობას და ქრისტიანულ თანამეგობრობას, ხო? ეს ხო ქრისტიანულ ეთიკას. ეთიკას და თუნდაც სარწმუნოებრივ ისტორიას. პოლიტიკური ორგანიზების პრინციპების დაშენდა. ბევრ ამის. მოსერად კაბა. ხო და ამას ვამბობ, რომ აი მივალ მაქამდე. მთელი მისი მუსიკა იყო აი ამ ქართული ხალხურის და ევროპული მუსიკის რაღაცა სინთეზი და ამას აკეთებდა. ჩემი აზრით, ინტუიციასთან ერთად მას ამის სურვილიც ჰქონდა და ამიტომაც ხსნიდა ის საზღვრებს და ესე ვთქვათ, გადიოდა იმ თითქოს მუსიკალური კანონიკის ჩარჩოებიდან და ამ თვალსაზრისით იყო მის მიმართ კრიტიკაც. გარკვეული კონსერვატიული მიდგომების მქონე, როგორც სასულიერო ნაწილის მხრიდან, ასევე საერო მუსიკოლოგების მხრიდან. მთელი კამპანია გვახსოვს, რომ მრავალხმიანი სიმღერის წინააღმდეგ საგალობლად. ხო, ეს კიდე ცალკე იყო ეს მიმართულება, რომ ბერძნული გალობა ერთხმიანია და ეს არის კანონიკური. მოკეთ, იმის თქმა მინდა, რომ დრო გავა და ქართულ ხალხურ ძირძველ საგალობლებთან ერთად გვერდით მუდამ დარჩება ისტორიას მისი კირიე ლეისონი, მისი დავიღალე, მისი წმინდა ოღმერთო და მისი შექმნილი არაერთი უკვდავი მელოდია. მოდ კიდევ ერთი ესე ვთქვათ ნაწყვეტი მოვისმინოთ, შევახსენოთ ჩვენს მაყურებელს, განსაკუთრებით ეს მოსერად კაბალიეს ისტორიული სტუმრობა საქართველოში. მარიამ როინიშვილი როგორი პატარა არის. სხვათა შორის მონსერატ კაბალია ძალიან უყვარდა და უყვარდა როგორც კლასიკური საოპერო შემსრულებელი, მაგრამ მისი საყვარელი ტრეკი, ანუ კომპოზიცია იყო ეს ცნობილი მისი თანამშრომლობა ფრედი მერკურისთან და ეს ბარსელონა. ეს უმეუნებოდა ხოლმე, რომ არ შეიძლება რაღაც მოიფიქრო ესეთი ბარსელონას მსგავსი ორ, სადაც იქნება საოპერო ვოკალი და არასაოპერო ესეთი როკ. ხო და ნუ რა თქმა უნდა, მე ვეუბნებოდი, რომ თქვენ უწესობა, მე ეს ყველა იწვის, რომ ბარსელონას მიბაძეთ თქო და ეღიმებოდა, მაგრამ სხვათა შორის მისი ეს იდეა მე გამოვიყენე ave marias აიმ ვერსიაში, ჩემამდე
თავდაპირველად ave maria ბრწყინვალედ გაორკესტრა ვახტანგ კახიძემ, მაგრამ ის როგორც საოპერო არია ამ ფორმით. და აი მე როდესაც უკვე ჩვენ როდესაც აი ხო საოცრებად შენ გახსოვს კიდე მისი ღვაწლიდან ერთ-ერთი რაც მე მგონი საკმაოდ ნაკლებად იქნა აღნიშნული და ვფიქრობ რომ უნდა შევახსენოთ ჩვენს ტელემაყურებელს რომ მან კიდე რა გააკეთა მან თითოეულ მოქალაქეს ჩვენ აგვაშენებინა ტაძარი. მე გულისხმობ მახათას მთის ყოვლადწმინდა ივერიის ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძარს, როცა მან გადაწყვიტა რომ ეს ვინმე კი არ დააფინანსოს რომელიმე სპონსორმა, არამედ აი თელმა საქართველოს რაღაც თავის ხელფასიდან 1 ლარით, 20 თეთრით თუ უფრო მეტით აი ეს დიდი ფონდი რა თქმა უნდა ეს ყველაფერი მე ფონდი შეიქმნა. ხო და პაპა ბურჯულაძე დადიოდა აი კარდაკარვე. ხო გახსოვს და მე ვიყავი მე დამასახელა სხვათაშორის დიდი პატივია ჩემთვის გურამ დოჩანაშვილთან, სუხიშვილებთან ერთად როგორც ერთ-ერთი ქტიტორი ამ ტაძრის და ვამაყობ რომ ჩემ ცხოვრებაში შემიძლია ვთქვა რომ მონაწილეობა მაქვს მიღებული როგორც მით უფრო ქტიტორს სულ რაღაც პატარა 12 კაციანი ჯგუფით. ხო და რას ვამბობდი რომ ესე იგი აი მახათას მთის აი ეს პირველი რომ მოვაწყოთ საჯარო სატელევიზიო ესე ვთქვათ აი ეს აქცია იავნანასვე ეგიდით თეონა ჯორბენაძე ხელმძღვანელობდა მთელ პროცესს როგორც მთელ იავნანას შემოქმედებით პროცესებს და მაგისტვის როდესაც გადავწყვიტეთ რომ იავნანა შევასრულოთ ესე იავნანა კი არა ave maria გადავაორკესტრო სპეციალურად ამისთვის აი მათ გამოვიყენე ეს იდეა მისი და იქ გვერდი ჟღერდა საოპერო ვოკალი და არასაოპერო ვოკალი აი ბავშვის ხმა ასევე ნატო მეტონიძე მღეროდა პატა ბურჭულაძის ხმა და იანო ალივეგაშვილის ხმა როგორც აი ეს იდეაც პრინციპში ჩემი კი არ იყო წამოვიდა ისევ ილია მეორესგან და მე რაღაცნაირად ეს გამოვიყენე და მე მგონი ამითიც მოვაწონე სწორედ ეს ვერსია. დრო გვეწურებათ ჩვენ საუბრის ბოლოს მე კიდე ერთი პატარა შეკითხვა მაქვს, მაგრამ ერთი ისტორია რომელიც შენ მოყევი თათიასთან თავგადასავლში, თათია თოფურის გადაცემაში უკავშირდება დედის გარდაცვალებას და კონცერტს მისი უწმინდესობის იუბილეისადმი მისდნობს, რომელიც ამ კონცერტს დაემთხვა გარდაცვალების მომენტი და შენ მიხვედი და დაუკარი. და მე მოგვიანებით გაიგო ამის შესახებ მისმა უწმინდესობამ. ვიცი რომ არ არის ადვილი გასახსენებელი, მაგრამ თუნდაც ამ დეტალს კი ნუ გაიხსენებ, აი ზოგადად რა ადგილი ეკავა მის უწმინდესობას შენს პირად ცხოვრებაში. 25 დეკემბერს ყოველთვის აღნიშნავდით აღსაყდრების თარიღს და 24 დეკემბერს გარდაიცვალა დედა და 25-ში მე უნდა მეთავა ესე ვთქვათ მუსიკალური ნაწილისთვის ამ ესე ვთქვათ აღსაყდრების ღონისძიებისთვის და მე დავმალე, იმიტომ რომ ვიფიქრე რომ იღელვებს ყველა რომ ესე ვთქვათ მე ამგლოვიარე ვარ და ამ დროს მაინც ჩემი საქმე უნდა გავაკეთო, რასაც შევპირდი უწმინდეს და ესეც მოვიქეცი, მაგრამ იქ ვიღაცამ ჩუმად როგორც ჩანს მაინც უთხრა. ხო, ნუ მე ხა აღარ გავაგრძელებ, ძალიან ჩართული იყო და საერთოდ ეს ყურადღება მისი მხრიდან არ დაკვლებია ყველას, ვისაც ქონდა მასთან პირადი ურთიერთობა. როდესაც მაგალითად ნატო მეტონიძის ოპერაციაზე ვიყავით ვენაში, მახსოვს რომ სულ რეკავდა, აი ოპერაცია დაიწყებოდა მერე პროცესში და რომ დამთავრდა, მოითხოვა რომ მისი ხმა ჩემი ხმა გააგონეთ, მისი ხმა გამაგონეთო. აი ეს ხდებოდა ჩემი ოპერაციის შემთხვევაშიც და საერთოდ იმ მთელი ამბავი ის არის რომ აი ხო ვიღაც იფიქრებს რომ მე საქმიანი და მეგობრული ძალიან დიდი ღირსება და პატივია ეს რომ ვთქვა მოგზალებით, მაგრამ აი ახლო ურთიერთობა მქონდა იმ წლებში, როცა მქონდა. ჩემამდე რამდენი წლები არსებობდა და რა არის იცით აი იმდენ ადამიანს შეუძლია ეს გაიხსენოს, ვისაც არც მისი მუსიკა გაორკესტრებია და შეიძლება ერთ-ერთი მგალობელი იყო მრავალ ათეულიან გუნდში. და გაუაი დათო ცინცაძის მოგონებები იყო ინტერნეტში და ეს საოცარი მუსიკოსია დათო და შავნაბადას ხელმძღვანელი, რომელიც ჯერ კიდე მგალობელი რო იყო, მას როგორი მოგონებები აქვს და ასეთი არის ათასობით, იცი, აი ეგ არის პატრიარქის რაღაც საკვირველება,
რომ ის ესეთი ყურადღებიანი და გამორჩეული და დაუწყარი მოგონებების ავტორი მარტო რაღაცა პატარა წრისთვის კი არ იყო ყველასთვის მისთვის შემჩნეული ხდებოდა ყველა მე კიდე რაც აი არ მინდა დამავიწყდეს ყველა ვინც კი რაღაცა წარმატებას მიაღწევდა და ტელევიზიით ნახავდა ჩემთან ხორციელდებოდა სატელეფონო ზარი მისი წრიდან და ის ისურვებდა მასთან შეხვედრას. ასე იყო გიორგი გიგაშვილის შემთხვევაში, ასე იყო ცოტნე ზედგენიძე რო გამოჩნდა თავისი ამ უნიკალური ტალანტით, მაშინაც ვანახეთ და დავაკრევინეთ მისთვის და ეს ხო ეს ხო ზოგადად ტალანტების საოცარი გამხსნელი ადამიანი. ხო და ნუ რა თქმა უნდა მიზიდულობის ცენტრი იყო ყველა ნიჭიერი ადამიანისთვის და განსაკუთრებული ესთეტი და არა მარტო ჩვენს ეკლესიაში სტილის შემომტანი და დამკვიდრებელი, არამედ აი ზოგადად მე ვიტყოდი, რომ აი ესთეტიურობა მისი ერთ-ერთი ყველაზე მთავარი მახასიათებელი. ნუ საოცარი იყო გემოვნება და ესთეტიურობა და ეხლა ჩემ რადგან მკითხე ჩემთან მიმართებაში უბრალოდ ერთ რამეს ვიტყვი რომ ჩემ ცხოვრებაში ჩემი პირველი გამოსვლა სცენაზე ფილარმონიაში რითაც დავიწყე ეს იყო 1990 წლის 9 აპრილი ერთი წლის თავი 9 აპრილიდან და მათ პირველად გამოვედი მე ვიყავი 10 წლის და შევასრულე ჩემი პირველი კომპოზიცია რომელიც ეძღვნებოდა მერაბ კოსტავას ხსოვნას და ასევე ეს საღამო თვითონ იყო 9 აპრილის წლისთავი ამ კონცერტზე დარბაზში იმყოფებოდა მისი უწმინდესობა და იქიდან იწყება ჩვენი ურთიერთობა მაშინ მიმიყვანეს მასთან და რომ ჩამიხუტა ეს აი მთელი ცხოვრება გაგრძელდა და მეორე ჩემ ცხოვრებაში თუ კი ვინმე მკითხავს რა ამდენი ხალბათ ათასობით კონცერტი ჩამიტარებია და რა არის შენთვის ყველაზე მთავარი და ყველაზე დაუვიწყარი და მნიშვნელოვანი კონცერტიო მე შემიძლია დაუფიქრებლად ვუპასუხო ყველას რომ ეს არის კონცერტი რომელიც მან მთხოვა რომ ჩამეტარებინა და საერთოდ მეხემძღვანელა და არის ეს ნიკორწმინდის ტაძრის 1000 აშენებიდან 1000 წლის საიუბილეო კონცერტი რაჭაში, როდესაც მე ამ კონცერტს ვაწ, იქ მართლაც თავი მოიყარა ყველა დარგის რაღაც მუსიკის, ყველა ჟანრის კორიფეებმა. ნანი ბრეგვაძემ დაასრულა კონცერტი და იქ იყო საუბე ანიტა, ყველანი ჩამოვიდნენ მთელი მსოფლიოდან და თავი მოიყარეს იქ ლექსოთორაძე. აი საოცარი შემადგენლობა იყო და ჩემთვის ახლა წარმოიდგინე დირიჟორობდი ამას უწმინდესი ესწრებოდა რა ვიცი მთელი საქართველოს ყურადღების ცენტრი რაჭაში იყო ჩემთვის როგორც რაჭველისთვის და თან ჩემი პულტიდან ჩანდა მთა და ადგილი სადაც არის დასვენებული მამაჩემი ამიტომ ჩემთვის ეს კიდე რაღაც სხვა ისტორია არა ამიტომ ყველაზე მნიშვნელოვანი კონცერტიც მან ჩამატარებინა და მესამე მაჩუკა წმინდა ნიკოლოზის ხატი რომელიც არის მთელი 2-10 წლეული ჩემთვის აი მე რო გავხდი ორკესტრის ხელმძღვანელი იმ წუთას დამიბარა თვითონ ეს ტელევიზორიდან შეიტყო 2005 წელს მომიხმო და მაჩუკა ხატი და მითხრა რომ აი შენ ვიდრე ამ ხატს გულით დაატარებ იქნები ამ ორკესტრის ხელმძღვანელი ყველა განსაცდელი რომელსაც შენ გაივლე ამ ორკესტრთან ერთად აი ილოცე ამ ხატთან და მართლაც ესეა და ეს არის ის და შემთხვევით ამ ხატს რაღაცნაირად მიება დედაჩემის ჯვარი და ვერ დავაცალკევი აი ხო ხდება ხოლმე აი რაღაცა წვრილი გადაიკვანძა და დღეს აი ეს დედაჩემის ჯვარი და მისი უწმინდესობის ნაჩუქარი ხატი არის ის ხატი რომლის გარეშეც არც ერთ ნაბიჯს არ უდგამდა მით უმეტეს არც ერთი ჩემი კონცერტი არ ტარდება სადაც ამ ხატთან ერთად ვარ სცენაზე და ალბათ ამ ხატთან და ჯვართან ერთად დადიხარ შენ უკრაინაში უბრალოდ რო თქვა ძალიან ბევრ დროს ატარებ იქ და ბოლო კითხვა ზუსტად ამასთან დაკავშირებით თან მინდა რომ დაგისვა თან ვახსენოთ და ასევე მისი სულის შესაძლებელი ვთქვათ უკრაინის საპატიო პატრიარქი ფილარეტი გარდაიცვალა და დღეს დასაფლავდა ისიც დღეს მიაბარეს კიევში ლავრაში მიწას ძალიან სიმბოლური მოვლენა არის მე არ ვიცი აი წარმოუდგენელი როგორ დავარქვათ ამას დამთხევა ასეთ სიტუაციას ხო პატრიარქი ფილარეტი რომელმაც ჩაუყარა საფუძველი უკრაინის ავტოკეფალიის მოპოვებას იქ ახლა ახალგაზრდა პატრიარქია რომელიც იყო პირველი ვინც სამძიმრის წერილი გამოუგზავნა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიას და ქართულ ხალხს მაგრამ ეს პატრიარქი ფილარეტი ასევე ზაგორსკში იმ მომენტში ასწავლიდა როცა
მისი უწმიდესობა იწყებდა სწავლას, თუმცა ასაკში არ იყო დიდი განსხვავება, სულ 3-4 წელი. მათ შორის ვერ მოასწარე, მაგრამ ძალიან საინტერესო ფოტო აღმოვაჩინეს, სადაც ერთად არიან უკვე ეპისკოპოსის მანტიებში ორივენი ახალგაზრდობაში და აი ერთად გამოვლეს ეს უმძიმესი წლები მათთვის, მათი ეკლესიებისთვის, მათი მრევლისთვის, მათი ქვეყნებისთვის და დღეს ერთად დაშორდნენ ამ წუთისობელს, ერთად მიებარეს მიწას. თქვათ ორიოდე სიტყვა უკრაინაზეც და თქვათ იმაზეც რამდენად დიდი მნიშვნელობა აქვს თავისუფალი უკრაინის და საქართველოს სულიერ კავშირებს. მე ახლა სულ რამდენიმე დღეში გავემგზავრები კიევში, სადაც ასევე შეერთებული შტატებიდან ჩამოვა ჩვენი სასახელო პიანისტი ალექსანდრე კორსანტია და ჩვენ ერთად 3 აპრილს პარასკევს გვაქვს კონცერტი კიევის ფილარმონიაში, კიევის ცნობილ ისტორიულ სიმფონიურ ორკესტრთან ერთად. და ბუნებრივია ჩვენ ამ კონცერტს მივუძღვნით 2 პატრიარქის ხსოვნას. რა თქმა უნდა, სხვათა შორის ამ პირად საუბრებში მის უწმინდესობასთან მისაუბრია ჩემს დამოკიდებულებაზე ხშირ გასტროლებზე და ყოველთვის მაძლევდა კურთხევას იქ გამგზავრების და მათი ნუგეშის, მათი თანადგომის, თვითონაც ძალიან გულხურვალე მხარდამჭერი იყო ამ ერის და რა თქმა უნდა ეს ამხელა სიმბოლოთან სიმბოლური კი არ არის მხოლოდ რომ 2 ქვეყნის 2 უხუცესი პატრიარქი წავიდა ამ ქვეყნიდან, არამედ ისინი მეგობრობდნენ და მათ თავისი საოცარი ძმობის ისტორია გააჩნდათ. ხო და არ ვიცი, მე ახლა ჩავდივარ ასეთი დამწუხრებული იმ ქვეყანაში, რომელიც იბრძვის მთელი კონტინენტის და ალბათ ყველაზე განსაკუთრებით საქართველოს მომავლისთვისაც თავისი ქვეყნის საკუთარი სამშობლოს შემდეგ. და მე მინდა რომ აი ეს დღევანდელი ერთიანი საქართველო, რომელიც ჩვენ თბილისის ქუჩებში ვნახეთ, დღევანდელი არა მარტო. გუშინ მეც მომიწია 9 საათიანი რიგის გავლა, რომ ვხლებოდი მას გამოსათხოვებლად თავის მიერ აშენებულ სამების საკათედრო ტაძარში და იცი რაღაცა ხო რაღაც ესეთი ერთიანობა ვნახეთ ჩვენ რაღაცა, რაც ცოტა მეგონა რომ ჩვენ თითქოს აღარ ძალგვიც ეს უკრაინა ახლა ესეთი მთლიანია, იმიტომ რომ მათ ესე ხილულად და მძაფრად ყავთ მტერი. ჩვენთან მტერი ამ წუთას ხილულად არ მოქმედებს, ამ წუთას რაღაცა სხვა რბილი ძალებით და სხვანაირად მოქმედებს, მაგრამ მოქმედებს. ჩვენ ომი გამოვლილი გვაქვს და ვინ თუ არა ქართველებმა ვიცით რა არის ამის ტკივილი, რა არის ამის ფასი, მაგრამ დღეს ჩვენ ალბათ თითოეულ შეგნებულ ქართველს ეიმედება თითოეული უკრაინელი, ვინც და ის ქართველიც და ქართველებიც საოცრად უყვართ ის ქართველები განსაკუთრებით, ვინც მათთან იბრძვიან და ამიტომ მე მინდა რომ აი ამ რაღაც ვისურვო, რომ აი ეს დიდი ტკივილი, როგორც უწმინდესის წასვლა, მალე ტრანსფორმირდეს მისი ყველაზე დიდი ნატრების ახდენაში და მისი დიდი ნატრა არის მთლიანი საქართველო. იყო თქვა არ ვამბობ, არის, იმიტომ რომ ჩვენი უწმინდესი ახლაც არის და ის მუდამ იქნება და მისი ნატრა იყო გამთლიანებული საქართველო როგორც ადამიანებს შორის მთლიანობაში, ასევე მისი ტერიტორიული მთლიანობის თვალსაზრისით და ეს რომ ჩვენ მივახციოთ ამას, მე მგონი ყველამ უნდა გავიაზროთ, რომ ამის პირდაპირ გზა არის უკრაინის მტერზე გამარჯვება. დიდება საქართველოს, დიდება უკრაინას და გამარჯვება მან. ამინ. ნიკა, ძალიან დიდი მადლობა სტუდიაში მოსვლის.